არ დაგავიწყდეს თუ ხარ დახმარებაზე ესპანეთში, კერძოდ პაროზე, prestación de servicio de empleo, აუცილებლად ერთი რამ უნდა გაითვალისწინო. როდესაც შენ ქვეყანას ტოვებ, აუცილებლად უნდა აცნობო ქვეყანას, ესპანეთს ამ შემთხვევაში, რადგან თუ შენ დიდი ხნის განმავლობაში დატოვებ ქვეყანას, შეიძლება რომ მოbrunდები ძალიან დიდი ჯარიმა დაგხვდეს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის შესახებ შენ აცნობო შესაბამის ორგანოებს, რადგან ამ შემთხვევაში იქნება ძალიან დიდი პრობლემა. მეორე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ასევე არის პენსიის საკითხიც, როცა არ ხარ ესპანეთის მოქალაქე და შექვეყანას ტოვებ, ასევე უნდა აცნობო და როცა ხარ demandante de empleoზე, ანუ ეგრეთ წოდებულ, როცა შენ თქვა სამსახური არ აქვს, ან დროებით უმუშევარი ხარ, უნდა დადგე ამაზე, იმისთვის, რომ საბუთების გაგრძელებაში ხელი არ შეგეშალოს. ეს ყველაფერი, როცა ქვეყანას ტოვებ, უნდა აცნობო, რომ შემოდიხარ, მე შეგიძლია გაახანგციო და გახსნა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის, იმედი მაქვს ეს რჩევები გამოგადგებათ და მოიწონებთ და გაუზიარებთ თქვენს მეგობრებს. პატივისცემით, თქვენი ურთი ლუკა როსტომაშვილი.